კომფორტის ზონა, ჯანსაღი სტრესი და ევოლუცია. ეს სამი საკითხი მინდა დღეს ამ ლაივში შემოგთავაზოთ. თან ამ სამ საკითხს აქვს ერთმანეთთან კავშირი და პლუს მინდა ესეთ საინტერესო ფენომენს შევეხო, რაც არის სიტყვის მნიშვნელობა, როგორც ცვალებადი მოვლენა. ნახე, ეს სამივე ტერმინი, რომელიც აქ წერია, დარწმუნებული ვარ გსმენიათ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მნიშვნელობები თქვათ ლექსიკონში რაღაცა განმარტებებით წერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სიტყვამ გამოყენების და პრაქტიკის საფუძველზე შეიძინა სხვა დატვირთვები, სხვა კონტექსტუალური მნიშვნელობები, სხვა ალუზიები, ალუზია ნიშნავს მინიშნებას, ესე უხეშად რო ვთქვა. და ისეთი შრეები შეიძინა ამ სიტყვებმა, რომელიც ჩემი აზრით საჭიროებს განმარტებას, დაკვირვებას, გაცნობიერებას. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპიაში სიტყვები, როცა ხშირად გამოიყენება, მე ცდილობენ ხოლმე, რომ ახალი ტერმინით ჩაანაცვლონ, იმიტომ რომ აი ტერმინი რაღაცას იძენს, რაღაც გზას გადის გამოყენების დღიდან და მე ისეთ კონტექსტს და ისეთ ალუზიას და ისეთ იმპლიციტურ აზრს იძენს და თან მე როგორც ენათმეცნიერის შვილს ძალიან მაინტერესებს ხოლმე ეს მხარე და დავიჭირე, რომ ისეთ აზრს იძენს ზოგჯერ რაღაცა ტერმინები, რომ დედა აზრი შეიძლება დაიკარგოს, გადაფაროს და მეორეხარისხოვანიც კი გახადოს. ასევე ხანდახან ფენომენებს რაღაცნაირი სახელები ქვია, რაც მაინდამაინც კარგად ვერ აღწერს რა ფენომენზეა საუბარი და ესეთი არის მაგალითად აქ კომფორტის ზონა. კომფორტის ზონა არის ტერმინი, რომელიც ძალიან თავდაყირა შეიძლება რომ გაიგოს ადამიანმა და აბსოლუტურად ლოგიკურად მართალი იქნება, რომ არასწორად გაიგოს. ხა როგორ ესმით ხოლმე დღეს კომფორტის ზონა? აი რა შინაარსი და დატვირთვა შეიძინა ამან, რომ კომფორტის ზონა არის, რომ მე რაღაცა ვარდისფერ მშვენიერ რეალობაში ვარ, თბილად ვზივარ, იქ ჩაი მაქვს მოდუღებული, იქ კადრში თუ მიმია ან რაიმე ვიდეოა წერია home sweet home, სახლი ჩემი მშვენიერი სახლი. იქ კომფორტის ზონაზე არის საუბარი, რომ რაღაც არ ვიცი შესაძლებლობა მაქვს, კიდე მატერიალური, კიდე ფსიქოემოციურად ვარ დაცული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი კომფორტის ზონიდან გადიო ადამიანს რო ეუბნებიან, თითქოს ეუბნებიან, რომ წადი და რაღაც ისეთი გააკეთე, სადაც დაისტრესები, დაიღლები, შეწუხდები. კი, რაღაცა გაგებით ესეც არის. თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კომფორტის ზონიდან გასვლა ბევრად მნიშვნელოვანი, ბევრად ღრმა და ბევრად სხვა ფენომენს აღწერს, ვიდრე ამ სიტყვებს შეუძლია რომ გადმოსცეს. ეხლა რა არის ეს? საქმე იმაშია, რომ კომფორტის ნაცვლად აქ რო ეწეროს ჩვევების ზონა, იქნებოდა ბევრად უფრო ცხადი, რაზე არის საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ დამკვიდრებულია კომფორტის ზონა. რეალურად საუბარი არის ჩვევების ზონაზე. მე რაზეც მიჩვეული ვარ, ეს შეიძლება დისკომფორტი იყოს, შეიძლება არ იყოს კომფორტი. ჩვევების ზონიდან გასვლა, ანუ იქიდან გაღწევა, რასაც მე აქ და ამჟამად მიჩვეული ვარ და ვაკეთებ, უკვე ავტომატურად, უკვე ჩვევიდან გამომდინარე, უკვე არაცნობიერად, ასე ან ისე, სხვადასხვანაირი ვერსია არსებობს ამის, როგორ არის ადამიანი ჩვევებში ჩატრიალებული და ეხლა ნახეთ რა ახასიათებს ჩვევას. როდესაც ჩვეულებისამებრ ვცხოვრობ, ჩვეულების ზონაში ვარ დაცული. ეს რას ნიშნავს? შეიძლება ჩვეულება იყოს ძალიან ტოქსიკური. შეიძლება ჩვევის, ანუ კომფორტის ზონა იყოს, არ ვიცი, ჩხუბი, ყვირილი, ტირილი, კივილი, დეპრესია, საშინელი რაღაცა უმძიმესი გამოცდილებები, რაღაცა, როგორ გითხრა, ტრაგიზმი, დრამა, შეიძლება იყოს ავადმყოფობა, 1000 უბედურება შეიძლება იყოს ბრჭყალებში კომფორტის ზონა და ეს სიტყვა ამიტომ ძალიან დამაბნეულად ჟღერს ხოლმე და რეალურად გულისხმობს ჩვევის ზონას. და რითი არის ეს ჩვევა კომფორტული, ნახე, აი რის თქმა უნდა ამ სიტყვას აქ, რომ რახან ჩვევაა, მე ზუსტად ვიცი რა იქნება, ზუსტად ვიცი აქ როგორ ვიყო,
არ მეხარჯება არანაირი კრეატივიან სპონტანურობა თუ მობილიზება თუ კონცენტრაცია რომ ვიმოქმედო, ისედაც ვიცი რა არის საჭირო რა, ეს ოპერა ნანახი მაქვს, თან ბევრჯერ. ამიტომ ამ ოპერაში მე თავს გრძნობ როგორც თევზი წყალში, რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ეს და მტკივნეული. ჩემთვის მე ეს გამოცდილება ჩემთვის არ არის ახალია, უცხო, ანუ შეჩვეული ჭირია, ნახე? ეს ასე რომ კომფორტის ზონა არ არის აუცილებლად რაღაცის სივრცე, სადაც მე თავს კომფორტულად ვგრძნობ. კომფორტის ზონა არის სივრცე, სადაც მე არ მჭირდება მობილიზების გაკეთება, ჩემი რესურსების მობილიზება, ჩემი კრეატივის გამოვლენა, ჩემი ანალიზის უნარის გამოვლენა, არ ვიცი, არაფერი უნარის გამოვლენა მოკეთ არ მჭირდება, იმიტომ რომ ერთადერთი რაც მჭირდება არის რომ მე მიჩვეული ვარ და მივყვები იმ სცენარს, იმ სკრიპტს, გენებავთ პატერნს, რასაც ისედაც სულ ვაკეთებ. ანუ პირობითად რო ავიღოთ კომფორტის ზონა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კომფორტის ზონა, ეს აუცილებელია. უბრალოდ სამწუხაროა ხოლმე, როდესაც კომფორტის, ანუ ჩვევის ზონა არის ერთადერთი ზონა, რაშიც ადამიანი ოპერირებს. და ხანდახან არის ესე. და ეს ზონა ასევე არის სტაბილური. ანუ ერთი და იგივე ტრიალებს და დიდი არაფერი აქ არ იცვლება, შეიძლება ცოტა უფრო მეტად ვიჩხუბეთ, ცოტა ნაკლებად ვიჩხუბეთ, მაგრამ ჩხუბი არის კომფორტი ბრჭყალებში, ანუ ჩვევა, რაშიც ფუნქციონირებ, უკვე არ ვიცი რამდენი ხანია პირობითად. გინდა ჩხუბი არ იყოს, სიჩუმე იყოს, ნებისმიერი რამ მოკლედ, რაც ადამიანის ცხოვრებაში არის მეტნაკლებად კონსტანტური და მეორდება და ტრიალებს, გინდა ცნობიერად, გინდა არაცნობიერად, არის კომფორტის ზონა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. კონტექსტუალურად და ის დატვირთვა, რაც შეიძინა ამ სიტყვამ კომფორტის ზონა, ხო, ეს ქმნის გაუგებრობებს. და ნუ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ კომფორტის ზონაში იგულისხმება ჩვევების ზონა და ის ზონა, სადაც დაძაბულობა არ გჭირდება არაფერში, ავტომატურად შეგიძლია იმოქმედო და მოქმედებ. გათიშულია სპონტანურობა, კრეატიულობა, ცნობის მოყვარეობა, ნებისმიერი ესეთი უნარი ადამიანის, რაც სიახლესთან შეხების დროს აქტიურდება, კომფორტის ზონაში, ანუ იგივე ჩვევების ზონაში გამოითიშება. და დამაბნეველი აქ ის არის, რომ შეიძლება ესეთი ჩვევები დისკომფორტულიც იყოს. არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ცხელი ჩაის ფინჯანი წარმოიდგინო ხელში და რაღაცა ბუხართან ჯდომი ადამიანი, რომელიც თქვათ კომფორტს ინარჩუნებს. ეს არ არის კომფორტის ზონა. არ არის მხოლოდ ეს, იმიტომ შეიძლება ესეც იყოს, თუ ჩვევაა და თუ სტრესი საერთოდ აღარ არის ცხოვრებაში, ან ადამიანს გონია, რომ მისი პრობლემები ხშირად სტრესს უკავშირდება. და ასეც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა 21 საუკუნეში სტრესი გახდა ძალიან სპეციფიკური. სტრესი ესეთი კი აღარ არის, რომ აი რაღაც მოხდა და დავისტრესე. გამუდმებით რაღაცა ბექგრაუნდში, ზურგში, ფონში მიმდინარეობს სტრესი. აი გადასახადებია, გადასახდელი, ქართვალებია, ბანკისვალი, რაღაცა ლომბარდი, არ ვიცი, მეზობლები ჩხუბობენ, ხმა ისმის, ქუჩაში ხმაურია. აი ესეთი სტრესები არის ძალიან აწეული, რაც ფონს ქმნის სტრესულს და მეორე მხრივ ახლა ჯანსაღი სტრესი, რომელიც აქ მეორე ტერმინად მიწერია და რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, აი ეს ჯანსაღი სტრესი პირიქით დაიკარგა და ადამიანები გაურბიან ამ ჯანსაღ სტრესებს და თავის ნაჭუჭში ჩაკეტილობას არჩევენ და ფიქრობენ, რომ ესეც პროპაგანდის ამბავია და არასწორად გავრცელებული ინფორმაციის, რომ სტრესს უნდა თავი ავარიდოთ და სტრესისგან თავი უნდა დავიცვათ, ეხლა ნერვიულობის დრო არ არის და ასე შემდეგ და რაღაცნაირად აი თითქოს ამ დროს თვით ზრუნვის ფსევდო განცდა უჩნდება ადამიანს, რომ აი სტრესი აირიდა. მეორეს მხრივ აი ჯანსაღი სტრესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნარი, რომ ჯანსაღ სტრესში შეგეძლოს ყოფნა, შეგეძლოს ნებით აირჩიოს სტრესული სიტუაცია, რომელიც ჯანმრთელია. ეხლა შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ მაინც რა არის ჯანსაღი სტრესი რა. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ყველა სიახლე, რაც ადამიანის ცხოვრებაში შემოდის, იწვევს სტრესს. სიახლე, თვითონ დაბადება არის სტრესი. ჯერ დავიწყოთ აქედან. ეხლა წარმოიდგინე, მუცელში ზის ადამიანი, სითბოში, სიმშვიდეში, კვება, ყველაფერი ადგილზეა. სანერვიულო არაფერია, პასუხისმგებლობები არაფერია. მაგრამ რა ხდება თუ იქ ჩარჩა, ხო? ეს არ არსებობს ეს. ჩარჩენა სიკვდილია. აღე პირდაპირ სიცოცხლე დაბადება არის სტრესში შემოსვლა. ეს არის სტრესის მიღება. დაბადება არის ყველაზე დიდი სტრესი, რასაც საერთოდ ადამიანი ოდესმე გამოცდის.
ესეც დადგენილია და ამაზე გროფსაც უწერია ჰოლოდროპული სუნთქვის ავტორს, როგორ მთავარი შიშები განიცდება და ტრავმას ეძახის ის ამას დაბადების დროს. არის ფსიქოსომატიკა, რომელიც ამბობს, რომ დაბადების დროს იმხელა შიშები და იმხელა სტრესები ადგება ადამიანის ფსიქიკას, რომ ეს არის როგორც ბრძმედი. აი როგორც ფოლადი ცეცხლში რო გამოივლის და მე ძნელია რომ ეს ფოლადი გატეხო. ვეღარ გატყდება, იმიტომ რომ აი ზუსტად დაბადება არის იმხელა სტრესი, იმხელა სიახლე და იმხელა ცვლილება, რომ ამაზე რომ ფსიქიკა მოერგება და კრეატიულ მორგებას გააკეთებს და ამას რომ გამოივლის ამ წნეხს, ხო, ძალიან დიდი წნეხია, ფიზიკურიც, ემოციურიც, ყველანაირად წნეხია, ხო? და მართლაც არის ყოა თან. დაბადება არ არის მოჩვენებითი რისკი, რეალური რისკია. ჩვენ ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე დაბადება სიკვდილთან იყო ძალიან ახლოს, ხო? ან დაიბადება, ან ვერა. დედასაც ან გააჩენს, ან ვერა ამ ბავშვს, ხო? ეს დღემდე არის ეს რისკი. ძალიან შემცირებული, თუმცა ორგანიზმს ახსოვს, რომ რისკია, ხო? და აი ამაში გამოივლის. ეს არის პირველი მაგალითი ჯანსაღი სტრესის. ესე იგი, როდის არის სტრესი ჯანსაღი? როდესაც ის სიახლეს განვითარებას, წინსვლას გულისხმობს, სიცოცხლეში შემოსვლას გულისხმობს, ხო? ამიტომაც აი დაიბადა ბავშვი და დაისტრესა ამით. ოკეი? რა ხდება ეხა? რა არის შედეგი ამის? იცით რა არის შედეგი? ვითარდება, ძლიერდება ორგანიზმი. აი მთელი ევოლუციური ფილტრები აგებული არის ზუსტად ამაზე. ბარიერი შეხვდება ორგანიზმს, დაისტრესება ორგანიზმი ბარიერის წინაშე. იქნება ეს შიში, იქნება ეს არ ვიცი, სხვა ადამიანური ემოციები, როგორიც არის სირცხვილი, როგორიც არის, არ ვიცი, რაღაც ნებისმიერი ნეგატიური განცდა რა, დაბადების თვითშეფასება თუ ეჭვის გაჩენა, რომ აი გადავლახავ, ვერ გადავლახავ, აი ეს მომენტი, ხო, ბარიერს ესენი ახასიათებს და მერე უეცრად იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის საოცარი პოტენციალის მქონე, უცებ ჰოპ და გადაილახება ეს ბარიერი და ეს სტრესი და რამხელა თვითშეფასება, რამხელა საყრდენის განცდა და თვითრწმენა მოდის წარმოიდგინეთ, როდესაც ბარიერს გადალახავს ორგანიზმი, ხო? მარტო ადამიანზე არ ვსაუბრობ, ცხოველებშიც ასეა. ცხოველები ყოველდღიურად ლახავენ განვითარების მიზნით სხვადასხვა ბარიერებს და ათმაგად გემრიელია ის საკვები, რასაც მოიპოვებენ. ათმაგად სასიამოვნოა ის თავშესაფარი, რასაც იპოვიან, ხო? იმიტომ რომ გზაზე სანამ ეს თავშესაფრის ან საკვების მოპოვება მოხდებოდა, საკმაოდ დიდი სტრესი გამოიარეს. ეხლა ადამიანი აღარ ცხოვრობს პირდაპირ ამ ჯუნგლის და ევოლუციის სამყაროში. ევოლუციის შემდეგ საფეხურზეა გადასული, სადაც აი ცხოველებსაც აქვთ ეს ხო სახლებს რო იშენებენ, ზოგი ბუდეს იშენებს, ზოგი სოროს, ზოგი ისეთ არქიტექტურულ სახლს იშენებს, რა ვიცი, მე მგონი და ვინჩის დონეა ხოლმე რა. ესეთებიც არის, ხო? და ჩვენ შემთხვევაში ნახეთ რა მოხდა, რომ სახლის შიგნითაც დაიწყო ადამიანმა სხვადასხვა ცხოვრების განვითარება. არა მხოლოდ სახლს გარეთ. ეს ორი სივრცე ადამიანის ცხოვრებაში თანაბრად მნიშვნელოვნად ევოლუცირებს და წინ მიდის. ნუ ცხოველების შემთხვევაში სახლს აქვს ძალიან პატარა დატვირთვა და ამის იქით აღარ მიდის. ანუ ცხოველის სისტემა ასეა მოწყობილი, რომ სახლში არის დასვენება, თავის შეფარება უამინდობისას, იქ გამრავლება ალბათ და სახლის გარეთ არის ნადირობა, საკვების მოპოვება, შეხება სხვა ცხოველებთან და ასე შემდეგ, ხო, ეს მარტივია და ჩვენ შემთხვევაში სახლის კედელს გარეთ მსგავსი ამბები მიმდინარეობს, ძალიან მსგავსი. მოპოვება, ნადირობა, რაღაცა კონფლიქტები და ასე შემდეგ. თუმცა სახლის შიგნით ისეთი ამბები ტრიალებს, სახლის კედელს შიგნით, რომ არანაკლები შეიძლება ბევრად მეტიც. იმიტომ რომ ამაშია ზუსტად ადამიანი, ეს მთელი ცივილიზაცია, მთელი ეს მატრიცა, რაც გინდა დაარქვით, ხო, თვითონ შენობებსაც როგორ ეტყობა, რამხელა ქალაქები გვაქვს აშენებული და რა ამბავია, ხო? ეს ზუსტად ეს ამბავია, რომ ადამიანის აი ეს სახლის შიგნითა კულტურა პირდაპირ ეს არის, საკმაოდ ისეთია, ძალიან მრავალშრიანი, ხო? და ეხლა ნახეთ. ოღონდ რა ხდება?
სტრესი, რომელიც ჯანსაღია, არის დაბრკოლების გადალახვამდე, რაც მოდის ადამიანთან, იმისათვის, რომ ის განვითარდეს. და ესეთ სტრესებს ბერს დავასახელებ ძალიან. აი მაგალითად, სიახლე ყოველთვის სტრესულია, როგორც თქვი. აი ბანკომატი რო შემოვიდა ხალხი დაისტრესა, რომ ვაიმე ფულს როგორ გამოვიტანთ და ეხა ირკვევა, რომ პირიქით ბანკომატი ბევრად იოლია, ვიდრე მოლარეს ელოდო სალაროში, ხო? აი შეუდარებლად უკეთესია. ასევე ტელეფონები რო გამოვიდა, დაისტრესა ხალხი, რომ ვაიმე რას დავაჭირო, სად დავაჭირო და მერე მოერგნენ კრეატიულად. ყველა თაობა ასე თუ ისე დაუახლოვდა და ეხლა smartphone-ები არის, რა ვიცი, განუყოფელი ნაწილი, ხო, სიახლეა. ასევე ადამიანები გარდატეხის ასაკში პირველ ურთიერთობებს რო იწყებენ, ძალიან ხშირად, ძალიან დიდ წილად ისტრესებიან სასტიკად. პირველი სიყვარული მთელი ცხოვრება რჩება მოგონებად, იქ რა სტრესიც იყო საკმაოდ განსაზღვროს მე ადამიანის ფსიქიკას, თქვა საიტწავა, როგორ განვითარდება, თუმცა ეს ავითარებს მას. აბა არ ქონოდა ეს პირველი გამოცდილება? თავის ნაჭუჭში დაკეტილიყო? ეგ კიდე უფრო უარესია, ესეთი кейსებიც ხო არის, რომ ადამიანები რაღაც გარდატეხის ასაკში ნაცვლად იმისა, რომ ურთიერთობებში შევიდნენ, რაღაც დაცულ გარემოში იკეტებიან მშობლებთან. აი მშობლის სივრცე და კომფორტი ყოფნის ადამიანს, ხო, რომ ზოგჯერ გარდატეხის ასაკში და ეს გარდატეხის ასაკი მაინც დადგება, ნახე, უფრო დიდ ასაკში მოვა, გინდათ სექსუალური გამოცდილების ასაკი და უფრო მაღალია იქ სტრესი უკვე. ანუ ჯანსაღ სტრესს ასევე გააჩნია დროის ფაქტორი. ეხლა ნებისმიერი ადამიანი რო აიღო დასრული და ის სტრესები გამოატარო, რასაც ახალშობილი ბავშვი დაბადების დროს გამოივლის, შეიძლება ინფარქტი მიიღოს და მოკვდეს. არ ამგონია გაუძლოს რა. იმიტომ რომ ზუსტად იქ დაბადების წამს არის ორგანიზმი ამისთვის მზად. ეს არის რაღაცა შინაგანი საათი. რაც აქვს ადამიანს, ხო? მაგ დროს ამისთვის არის მზად. რაღაცა არის ასაკები, როდესაც სხვადასხვა სტრესის გადასალახად არის ადამიანი მზად და ამ სტრესის არიდება, აქედან დამალვა, გაყუჩება სტრესის, რომ სტრესი რაღაცნაირად მშობლებიც ცდილობენ ხოლმე, რომ შვილს სტრესი აარიდონ, რაღაცა დამალონ. აქ საქართველოში არის მაგალითად ტრადიცია, რომ ჯარში არ წავიდეს, ვაიმე ჯარში როგორ უნდა წავიდეს ჩემი შვილი და იხდიან რაღაცებს. ეხლა აღარც ვიცი რა ღირს უკვე. დახსნა ქვია ჯარისგან, ხო? ანუ ჩვენი კულტურა რაღაცნაირად, არ ვიცი როგორ მოხდა ეს. მე უკავშირებ უფრო საბჭოთა კავშირს. იმიტომ რომ მანამდე ეს მთიელი ხალხი ვართ ჩვენ, ხო? ძირითადი საქართველოს ტერიტორია მთებია სულ. ეხლა თბილისი რა ბარი რო გგონია, ჩვენ თბილისი გაგანია მთა არის. ეს ჩვენთვის არის ბარი, იმიტომ რომ თუშეთს და სვანეთს რო ადარებ ბარია, თორე თბილისი მთა არის. მთაგურიანი რეგიონია, ხო? და მთიელი ხალხი სტრესს გაურბოდეს და რაღაცა როგორ გითხრა, არიდებას ცდილობდეს და ეს წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან დიდი რაღაცა ცვლილების, რაც საბჭოთა კავშირმა მოიტანა ნაყოფი, რომ ქართველი კაცი შეიძლება ჯარიდან დახსნას ოცნებობდეს, რომ იქ ვარჯიში აირიდოს და ესეც ხო სტრესია იქ, ნახე, იქ ვარჯიშია, იქ რაღაც ახალი გარემოა. მე ეგ ცალკე ამბავია, როგორ არის ეს ყველაფერი დაორგანიზებული და სკოლაც, თქვათ, მე არ ვარ მომხრე იმ სასკოლო სისტემის, რაც დღეს არის და ეგეც სადაო საკითხია, მაგრამ მეორე მხრიდან რო შეხედო, აი სკოლაში არ წავიდე, იმიტომ რომ სტრესი არ მივიღო, ესეც რაღაცნაირი შინაგანი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც განვითარებას არ უწყობს ხელს, იცი? შეიძლება დოზა რაღაცნაირად განსაზღვრო, რომ აი თუნდაც საწამლავის მიმართ იმუნიტეტს რო იმუშავებდნენ ხოლმე ადრე მეფეები, რა თქმა უნდა, ამ საწამლავს იმით არ სვავდნენ რაღაც ლიტრობით, ხო? რაღაც დოზას იღებდნენ, რომ ორგანიზმი მიჩვეოდა ამას. მაგრამ აქედან გაქცევა და დამალვა საწამლავის შემთხვევაშიც კი არ არის გზა. იმიტომ რომ სიცოცხლე თვითონ არის სტრესი. სიცოცხლე თვითონ არის ის, რაც არის მოულოდნელი, სპონტანური, მოუხელთებელი, უკონტროლო, რისკიანი, რაც თავი უცნობი, რა ხდება საერთოდ გაუგებარია, ხო? და ეხლა რო წარმოიდგინოთ დაბადებიდან სადღაც 3 წლამდე რამდენ სტრესს ლახავს ადამიანი და ეს არის ჯანსაღი პროცესი. აი ბავშვი, რომელიც ფეხის ადგმას ცდილობს, თქვენ გონიათ არის სტრესება, იცი რა მხელა სტრესია? არ ვიცი რამდენად გახსოვთ ეს, მაგრამ
გარედანაც შეიძლება ამაზე დაკვირვება, ხო? წვალობს, იქ წაიქცევა, ფეხს იდგენს, იტირებს, კიდე წვალობს. და ეხლა ნახეთ დღეს რა გააკეთეს, რაღაცა ქამრები მოიფიქრეს, ამ ქამარს ჩააცმევენ ბავშვს და აღარ წაიქცევა. და ისე გავსდი და ისე ვასწავლი ფეხის ათქმას, რომ სტრესი აღარ მიიღოს რა, ამ წაქცევის სტრესი. არადა ეს ყველაფერი მეგობრებო, ევოლუციამ იმდენი წელი აქანდაკა და აყალიბა, რაც ადამიანის და სხვა ცხოველების განვითარებაში ხდება, რომ ამაში ჩარევა ნიშნავს, სულ მინიმუმ უგუნურებას. მე მეცაც გეტყვით, აი ხა დღეს არის ესეთი მეცნიერული, ასე თქვა, დილემა. რომ ჩვენ რო სიტყვაზე ჩავერიოთ აი გენეტიკაში და აი ადამიანები აღარ დაიბადონ თანდაყოლილი დაავადებებით, ეს ხო ძალიან კარგია რა. არაჩვეულებრივია. ჩავერიოთ ასევე გენეტიკაში ცხოველების, მცენარეების, შევცვალოთ კლიმატი უკეთესობისკენ, რაღაც მოკეთ პროგრესი განვაცდევინოთ გარესამყაროს, იმიტომ რომ დღეს ეს უკვე შეგვიძლია. ძალიან დიდი უნარები გვაქვს ამ მხრივ. გენმოდიფიკაცია ჩვენთვის ეს უკვე მისაწვდომია. სხვადასხვა რაღაც ბერკეტებით ჩერდება ეს ამბავი. აი შეგიძლია მეტიც, შენი შვილი დააპროგრამო, რა ფერის თვალები ექნება, რა ფერის თმები ექნება, როგორი გარეგნობის იქნება, ეს გარეგნობის თემაც ჩაიხსნებოდა, ხო? რომელიც ესე აწვალებს ძალიან ბევრ ადამიანს და 1000 რაღაცა არის. ხო და ეხლა ნახეთ აქ რა დილემის წინაშე დგას მეცნიერება და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ მეცნიერებასთან ძალიან ახლო ყოფი ხალხი, თვითონ მეცნიერები არიან ჩემს სამეგობრო წრეში და მათგან მომისმენია ეს დილემა როგორ ჟღერს, რომ როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ ჭკვიანურად დაგეგმოს მისი განვითარება, თავისი ინტელექტით დაგეგმოს, მაგ დროს პრეტენზიას აცხადებს, რომ იმ ბრმა ბრჭყალებში ევოლუციაზე უფრო ჭკვიანია. და ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ევოლუცია მართალია ბრმა იყო, იმ გაგებით, რომ ესე ყოველ შემთხვევაში მეცნიერულად არ მტკიცდება, რომ რაიმე გონიერი არსი მართავდა ამას, ხო? ცდისა და შეცდომის პრინციპით მიდიოდა ევოლუცია და ისეთ ბარიერებს გაუძლო და ჩვენ ვიცით, რომ ბარიერები სუდგება. იქნება ეს, არ ვიცი, მეტეორების წვიმა, რომელმაც აგერ დინოზავრები გადააშენა, ხო? ჩამოცვიდა რაღაცები, შეიცვალა კლიმატი ძალიან სწრაფად და ვეღარ ადაპტირდა დინოზავრი. ვერ ადაპტირდა, დაიხოცნენ. სამაგიეროდ ადაპტირდნენ სხვა ცხოველები. ასევე, ანუ სულ ხდებოდა ფილტრი ქვია ამას. ევოლუციური ფილტრები სულ იქნება, გამოწვევები, რომელსაც სიცოცხლე გადალახავს და სანამ ამ ბრმა ევოლუციის ხელშია, ჩვენ ის ვიცით, რომ რამდენიმე მილიარდი წელია, რაც ლახავს ამ ფილტრებს და გვაქვს კი ჩვენ იმხელა ცნობიერება მართლა. რომ ამ ფილტრების გადამლახავ, მილიარდობით წლის მანძილზე გადამლახავ სისტემაში ესე ჩავერიოთ. შეიძლება ამ ჩარევით ჩვენ ახლა ახლო მომავალში ვითვლით, რომ რაღაც კარგი მოხდება, მაგრამ იმ ხელა სიბრძნეს ახლა ვწვდებით, რაც მილიარდობით წელი დაგროვდა, ხო? ევოლუციის მანძილზე, რაც ორგანიზმმა თავის თავადი პროცესით შეიძინა. არ ვიცი, ესეთი დილემაა და მინდა გითხრათ, რომ მეცნიერებაში თავით ფეხებამდე ჩართული ადამიანებისგან მომისმენია, რომ არა. არ ღირს ამ ჩარევის გაკეთება, იმიტომ რომ ის მანქანა რაშიც ხედავთ ძალიან გამოცდილია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით და კიდე მეორე შეხედვითაც ადამიანს ვერ ვნახავ, ვინც არ იტყვის, რომ რა კარგია, რომ გენეტიკაში ისე ჩავერიოთ, რომ თანდაყოლილი სიბრმავე აღარ იყოს, თანდაყოლილი სიყრუე აღარ იყოს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა გარღვევაა და როგორ შეიძლება ემოციურმა არსებამ თქვას, რომ ეს ცუდია, ხო? არ არის ცუდი, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ აი აქ და ამჟამად აი ამ პრიზმით, რაც ხელში გვიჭირავს და რაც ოდნაც ახლა გვაქვს. და ის ევოლუცია, რომელიც ბრმაა და მიმდინარეობს, ხო და თავისით ალახინებს სიცოცხლეს. არ ვიცი, სიტყვაც არ ვიცი ზუსტად რა ვთქვა, თავისით ალახინებს. აი ნახეთ, რამდენად სიღრმისეული პროცესი მიდის, რომ ამისი აღწერაც კი ძალიან რთულია. რა მეთოდით და რა ცდისა და შეცდომის პრინციპით თუ რა ფილტრაციით ხდება სიცოცხლის შენარჩუნება პლანეტაზე და რა ვიცი, აი ესეთი ძალიან არაკონსერვატორი ხალხისგანაც მომისმენია, რომ სარისკოა აქ კაფიო ჩარევა. იმიტომ რომ ეს მუშაობს, მაგრად მუშაობს უკვე მილიარდობით წელია. ეს რაც შეეხება ბარიერის გადალახვას, ეს ფილტრი და ეს ბარიერი, რაც სტრესავს ორგანიზმს, ხო, არის ძალიან ფუნდამენტური მოვლენა სამყაროში და დღეს 21 საუკუნეში ადამიანი იმდენად კარგად იშენებს სახლს ბრჭყალებში, რომ ის გარესამყარო ამ სახლში შეიძლება ვეღარ შედიოდეს რა და არ იყოს საკმარისი სტრესი მის ცხოვრებაში, აი ხო
counter intuitive ინტუიციის საწინააღმდეგო რამეს ვამბობ. ჩვენ ხო პირიქით ვიღწვით თითქოს, რომ სტრესი დავიკლოთ. და მეორე სხვა განწყობა, რომ სტრესს მოვერიდო, სტრესისგან დავიმალო, თვითონ არის დამსტრესავი და თან არაჯანსაღად. იმიტომ რომ ეს ყველა სტრესი, აი თუნდაც წარმოიდგინეთ 2-3 წლის რო ხარ და სათქმელი გაქვს რაღაცა და სიტყვები არ არის საკმარისი, მარაგი. ჯერ არ არის იმდენი სიტყვის მარაგი 2-3 წლის ასაკში, რომ ზუსტად ის თქვა, რაც არის, ხო? რამხელა სტრესია და ზუსტად ეს სტრესი და აი ეს დისკომფორტი იწვევს, რომ მეტი სიტყვა ვისწავლე, კიდე მეტი ვისწავლე, უფრო მეტი კითხვა დავსვი, უფრო ცნობის მოყარე გავხდი. ნახე, იბრძვის ორგანიზმი, რომ განვითარდეს. და ზუსტად აი ამ ჭიდაობაში, აი ამ შებრძოლებაში ვითარდება და იზრდება. და თუ ის ახლა რაღაც როგორ გითხრა, ჭიპლარ შემოხოლ მდგომარეობაში დარჩა, ყველაფერი კომფორტულია, ყველაფერი რაღაცა ისა, ესა დასაწყისში ქაჩავს, იმიტომ რომ როიბადება ადამიანი მუხტია, მაღალი მუხტია, ძალიან ორგანიზმული მუხტი. და ნელ-ნელა ეს მუხტი იკლებს, იმიტომ რომ არაფერში არ მჭირდება რა, რა თქმა მუხტი, წევარ და თუ ეხა ბრძოლა არ არის, თუ განვითარება არ არის, სტრესი არ არის, ფრუსტრაცია არ არის, დისკომფორტი არ არის, რაში მჭირდება ეს ენერგია და მოდის ნახეთ ერთ-ერთი დეპრესიის ფორმა. ერთ-ერთი დეპრესიის ფორმა ზუსტად ასე ვითარდება, როდესაც ჯანსაღი სტრესის ნაცვლად არის არაჯანსაღი სტრესით სავსე ადამიანი და ერთი დაკვირვებაც მაქვს ამ საკითხზე, რომ თუ ადამიანს აი რამდენადაც ფროიდმა აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანს სიამოვნება არ შეუძლია რეალობაში მიიღოს, იმას შეიძლება ხელოვნურად წარმოიდგინოს სიამოვნება. ესეც ორგანიზმული ამბავია. აი მაგალითად ბავშვი დაიბადა, ძუძუნდა, ეხლა დედას არცალია და არაჭმევს და ესე ჩაიდებს თითს და წოვს, ხო? ანუ ნახეთ ხელოვნურად დაიკმაყოფილა ეს თავისი დროებით. ორგანიზმმა აღადგინა ბალანსი თავის მოტყუებით, ფანტაზიით, ოცნებით. იმიტომ რომ თითია ეს არ არის ძუძუ. მაგრამ ცოტა ხანი ეს შველის, ხო? და მე რას დავაკვირდი, იცით, რომ თუ ადამიანები და დღეს 21 საუკუნეში ფობიურად გარბიან სტრესისგან ადამიანები, კონფლიქტი ვაიმე, გაუბრაზდი ვაიმე, აი ესე არიან. რას ქვია? პოზიტივი, სიმშვიდე, სიწყნარე, აი ესე საუბრობენ რა და ეს არ არსებობს ეს. აქ ამ სამყაროში ასე ვართ. თუ რაიმე სხვა სამყარო იდეალების არსებობს, სადაც მხოლოდ პოზიტივია, იარსებობს, მაგრამ ის არსებობს ჩვენს თავში. ჩვენს გარეთ არის სამყარო, სადაც ბუდა გამოვიდა თავისი ხელოვნური სამოთხინა და დაინახა, რომ ყვავი დააცხრა თაგვს და შეჭამა. აი ეს გააკეთა, მოკლა თაგვი და შეჭამა და ამ დროს გახდა ის ბუდა. ეს რო დაინახა, ხო? იმიტომ ეს არის რაშიც ვცხოვრობთ. წუხვარ, მაგრამ ადამიანურია რომ გინდოდეს რომ უფრო დადებითისკენ წავიდეს ეს ყველაფერი და ნაკლები მსხვერპლი იყოს, მაგრამ რეალურად საით მივექანებით სამყაროში, აი ამ სტრესს რო ვემალებით. ნახეთ, ხან ომებია, ხან ატომური აფეთქებებია, იქ კრიმინალია, იქ ნარკომანია არის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ფუნდამენტურ უვიცობასთან, რომ ადამიანებმა დაკარგეს კავშირი ინსტინქტთან. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ეტაპი მოვიდა, გონება გაიხსნა და რაღაც მოვიხიბლეთ გონებით და ჩაიხსნა ინსტინქტი. ბოლომდე არა, რა თქმა უნდა, თორე ხა ცოცხლები არ ვიქნებოდით, მაგრამ დიდწილად ჩაიხსნა ინსტინქტი და არც გონება გაფართოვებულა ეხა საკმარისად, რომ ინსტინქტიც დააინტეგრიროს თავის თავში. და ცნობიერების გაფართოვებაც მოახდინოს და ის ყველა გამოცდილება რაც იყო აქამდე, ხო, ეს ყველაფერი კრეატიულად გამოიყენოს. აქამდეც არ არის. აი სადღაც შუაშია ეხა გაჭედილობა. აღარც ინსტინქტი მუშაობს, იმიტომ რომ ინსტინქტი როცა მუშაობდა, კი იყო კონფლიქტები, კი იყო რაღაცა ტრაგედიები და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ჰქონდა მასშტაბი, რომელსაც ვერ გადაცდებოდა ფიზიკურად. აი ქვის ხანაში ადამიანი რაღაც მასშტაბის იქით ვერ მოახდენდა კატასტროფას. და დღეს ახლა გონების აი განვითარების შუა ეტაპზე რომ მივიდა ადამიანი და ინსტინქტი რო ჩაიხსნა. და აი წარმოიდგინეთ რა დონეზეა ხოლმე ინსტინქტი ჩახსნილი, მე მინახავს ესეთი შემთხვევები ბევრი, რომ აი თქვათ გოგონა და ბიჭი არიან, საუბრობენ, გარედან რო შეხედო, ჩანს რომ მოწონთ ერთმანეთი, თუმცა რო კითხო, ორივე იტყვის რომ არა, მსგავსი არაფერი აქ არ ხდება. მერე გაიხედავ ორივეს ნასიამოვნების სახე აქ. არ ვიცი, ერთმანეთისკენ არიან გადახრილები, სხეული ამბობს, რომ მე მომწონს ეს ადამიანი, იქითა სხეულიც მეორეც იგივეს ამბობს. რო კითხავ, არა, მე მხოლოდ არ ვიცი, მეგობრულად უყურებ, კაცები მეზიზღება, ქალები მეზიღება, არ ვიცი. შეიძლება აბსოლუტურად სხვა რამ ითქვას. ნახეთ, ანუ რა გაცნობიერდა.
სხვა რამე გაცნობიერდა? უпростоრად გაცნობიერებას ვერც დავარქმევ. რაღაცა ფანტაზია არის ფსიქიკაში მოცემული და ჩახსნილია ეს ინსტინქტი. ვერ გძნობს ადამიანი სად არის ფიზიკურად. და ამასობაში კიდე იმ ხელაცნობიერებაც არ არის, რომ ნებაყოფლობით ვიგრძნო ჩემი ინსტინქტი რას აკეთებს. გავიგე რომ გამდევნე, მაგრამ ეს ხო ჩემ ხელშია. მე შემიძლია შევიგრძნო ის ამოუშვა. და აი აქამდეც არ არის მისული და სადღაც შუაში არის გაჭედილი. ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით ნევროტული შრე. და ეხლა ნახეთ რა ხდება, რომ ეს ჯანსაღი სტრესი ავითარებს ადამიანს. სწავლა სტრესია, ახალი რაღაცის სწავლა. რა ვიცი, ვისაც გამოგიცდიათ, გინდა მასწავლებლობა, გინდა მოსწავლეობა, არ არის ეგ იავარდით მოფენილი გზა. იქ შეცდომები ხდება, იქ შენიშვნებია, იქ რაღაცა, როგორ გითხრა, გამოცდა მოდის, რომელიც ასევე სტრესულია, ხო? 1000 რამე. ეს ერთი. ეხლა ჯანსაღ სტრესზე კიდე რო ვისაუბრო, ნახეთ ეხლა კიდე რა ხდება. თუ ადამიანი გამუდმებით ირიდებს სიახლეს, ის აღმოჩნდება კი ბატონო სტაბილურ გარემოში. შეიძლება ეს მოახერხოს რა ამ ილუზიის შექმნა, რომ რაღაცა სტაბილურობა არსებობს. რეალურად სტაბილურობა არ არსებობს. სუიცვლება სამყარო გამუდმებით. შეიძლება შენს ოთახში გააქვს ილუზია შექმნილი, რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 10 წლის წინ იყო, მაგრამ ფანჯრებს გარეთ იმ ხელა ცვლილებები მიდის, რომ შეიძლება ოთახშიც შემოიჭრას ეს ცვლილება. ვერსად დავემალებით. განსხვავება ზუსტად ეს არის. ან შემოიჭრება და თავისით აღმოჩნდები ცვლილებაში, ან შენი ნებით. ხა ამას ერთი საყვარელი ისტორია გამახსენდა. ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან ესეთი არა სტაბილურობისკენ არის მიდრეკილი და რაღაც ერთი და იგივე რეჟიმი, ერთი და იგივე რაღაცა ესე ცხოვრობს და მახსოვს, რომ ზაფხულია და მწერს, რომ რაღაცა კატასტროფა მოხდაო ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა საშინელება მოხდაო და რა მოხდა მეთქი და მოკლედ გამოირკვა, რომ კრაზანა შეფრინდა ამის ოთახში, ნახეთ? სტაბილურობის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა საკმარისი ერთი პატარა კრაზანა. და ერთი დღე დაძდევდა ამ კრაზანას და ცდილობდა რომ მოეკლა და ვერ კლავდა რა და გაფრინდა ეს კრაზანა, გამოფრინდა, და ამისი რუტინა დაირღვა და საღამოს იყო კატასტროფულ, მისთვის ეს უკვე იყო კატასტროფა რა. რომ აი ეს რა მოხდა, მთელი დღე წყალში გადაიყარა და ეს ერთი პატარა კრაზანას გამოისობით მოხდა. ხო, ასე რომ საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ და ღირს ალბათ, რომ დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, რა არის ჩვენი ჩვევების, ანუ კომფორტის ზონა, სადაც არ გჭირდება კრეატივი ფიქრი, ანალიზი, რაღაცა ემოციების გადახარშვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველაფერი არის ნაცნობი. და შეიძლება ეგ იყოს, არ ვიცი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგრამ ნაცნობი. და ხომ არ ღირს, რომ რა გზით შეიძლება, თუნდაც პატარა ნაბიჯებით, იმ შემთხვევაში თუ კრაზანის შემოფრენა კატასტროფად არის აღქმული, ღირს, რომ ნაბიჯი იყოს ძალიან პატარა. რა სიახლე შეიძლება შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც აი ამ ახალ სტრესს გამოიწვევს, იმიტომ რომ ეს ახალი სტრესი არის მასალა, ჩათვალეთ ახალი საკვები ჩვენი ფსიქიკისთვის, ფსიქოემოციური არსებისთვის, რომელიც მან მიიღო. ეხლა აქედან არის ვიტამინებს მიიღებს, რაღაცას განდევნის ფეკალიების გზით გამოუშვებს რა, პირობითად. ან არის რაღაცა უფრო ისეთი, რასაც დაღეჭავს, ეგრევე არ იყლაპება და ასე შემდეგ. ნახეთ, ეს სიმბოლურად ვსაუბრობ, ეხლა რას აკეთებს ფსიქიკა, როცა იძენს ამ ახალ გამოცდილებას და შესაბამისად ისტრესება. კი ბატონო, ასევე ფიზიოლოგიას რა კი შევადარე, იმასაც ვიტყვი, რომ საკვების მიღებაც სტრესია. ორგანიზმისთვის ჭამა დიდი სტრესია, ამიტომაც არის, რომ ავადმყოფობის დროს ჩვენ მადა არ აგვაქვს. ორგანიზმი იცის, რომ ამდენი დატვირთვის თავი აღარ აქვს და თიშავს მადას. რომ ეხა ვირუსს ვებრძოლო თუ საჭმელი ვინელო. იმიტომ რომ ესეც სტრესია, მაგრამ თუ საკვებს საერთოდ არ მიიღებ და არ იღებ, ამ შემთხვევაში იფიტება ორგანიზმი. და ზუსტად ეს გამოფიტვა ხდება, თუ ადამიანი უარს ამბობს ჯანსაღ სტრესზე. ამიტომაც მეგობრებო, ჩაის უნთქეთ და აუზში გადახტით. არ არის პრობლემა. ამ აუზში წინასწარ გამოარკვიეთ, რომ არის წყალი, არის ფსკერი იმხელა, რომ ძირს თავი არ დაარტყათ, პატარა, რა თქმა უნდა, დაკვირვება საჭიროა, რომ უთავბოლოდ ყირაზე არ დადგეს არავინ და ამ დაკვირვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა იცის, რომ უსაფრთხოა, თუ დააკვირდებით, აუზის წინაშე მოდის შიში, მოდის სტრესი, მოდის დაძაბულობა, ეს ნორმალურია.
ზუსტად აი ამის გადალახვა და ამ აუზში გადახტობა იძლევა განვითარებას და აი ამას გისურვებთ. ეს არის ევოლუციის კანონი, რომელიც ადრე აღესრულებოდა ინსტინქტურად და ახლა ვინაიდან ინსტინქტს ცოტა არ იყოს ჩაეხსნა ადამიანის ფსიქიკა, ყოველ შემთხვევაში შეუძლია რომ განდევნოს ფაქტია ეს. ახლა უკვე მეტი ცნობიერება მოგვეთხოვება, რომ თავიდან დავაინტეგრიროთ ინსტინქტი და ასევე ცნობიერად შევეწყოთ და ჰარმონიაში მოვიდეთ ჩვენს ინსტინქტურ ცხოველურ ბუნებასთან, ისევე როგორც ჩვენს ადამიანურ უკვე ახალ ეტაპზე გადასულ, მაგრამ ისევ ევოლუციის ნაყოფ ფსიქიკასთან, ანუ ეს ორი რომ რაღაცნაირად ერთ ხაზზე შეწყობილად მოქმედებდეს და არა გახლეჩილად, რასაც დღეს ძალიან ხშირად ვხედავთ. და ალბათ ამ გამოწვევის, ამ ფილტრის წინაშე დგას ახლა კაცობრიობა. ან მოახერხებს, რომ ცნობიერება და ინსტინქტი ერთ ხაზზე დაალაგოს და ერთ ჰარმონიულ პროცესში მოიყვანოს, ან ეს განხეთქილება მიგვიყვანს რომელიღაცა ერთ პოლუსში გადაჩეხვამდე და ეს პოლუსი არ იქნება წონასწორობის მომტანი, არამედ დესტრუქციის. აი აქ ჩდება ხოლმე ზუსტად დესტრუქცია. ამით დავასრულებ და შეგახსენებთ, რომ მე ვარ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ევროპული აკრედიტაციის მქონე, ჩემთან პირად კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ, პირად მესიჯში მომწერეთ და შევთანხმდებით. ასევე ვარ დამფუძნებელი Everyways პლატფორმის, რომელიც არის ფსიქოშემეცნებითი კრეატიული პლატფორმა, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია ადამიანის ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს მაშინ, როცა მას აქვს პრობლემა. ეს ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია არის ძალიან დიდი კრეატიული შინაარსების მატარებელი სფერო. და ამ კრეატივით ჩვენი ცხოვრების გალამაზება, ცნობიერების გაფართოვება, რაღაც ახალი სისხლის და ახალი ჰაერის ჟანგბადის შემოტანა ყოველთვის შეიძლება. რაც არ უნდა კარგად გზნობდეს ადამიანი თავს და კარგ წონასწორობაში იყოს ფსიქოემოციურად, ფსიქოლოგიას და ფსიქოთერაპიას ბევრი სასიამოვნო სიახლის, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის მოტანა შეუძლია მის ცხოვრებაში და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კრეატიული ფსიქოშემეცნებითი პლატფორმა Everyway, რომელსაც აქ ყოველ პარასკევს 8 საათზე ღია საუბრები, აქ დასწრება თავისუფალია. ასევე ყოველ შაბათს კრეატიული ივენთი, ზოგჯერ მუსიკალური, ზოგჯერ გასვლითი, ზოგჯერ კიდევ სხვა, ანუ ბევრი სხვადასხვა შინაარსი არის ხოლმე შაბათობით და კვირას გვაქვს ხოლმე კინოჩვენება, რომელსაც კინოფსიქოლოგია ქვია. შემდეგ ვიხილავთ იმ ფილმს, რაც ვნახეთ და რაც მთავარია ჰაპენინგის გზით თამაშობთ საინტერესო ფილოსოფიურ და სიმბოლურ სცენებს. რაც ასევე ახალი გამოცდილების საწინდარია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან თავისთავად ავტომატურად, ანუ ჩვენი კომფორტის ზონაში დარჩენით და ჯანსაღი სტრესზე უარის თქმით, ჩვენ გვახასიათებს, რომ ფილმს როცა ვუყურებთ, რომელიღაცა პერსონაჟთან გვაქვს სიახლოვე, ავტომატურად. ხოლო რომელიღაცა პერსონაჟის ტყავში საკუთარი თავი საერთოდ ვერ წარმოგვიდგენია და აი ზუსტად იმ პერსონაჟის ტყავში ყოფნა და ამის საკუთარ თავზე განცდა აფართოვებს ჩვენს ფსიქიკას, მოიტანს ზრდას ნებისმიერ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის საჭირო, რომ ადამიანს აუცილებლად ჰქონდეს პრობლემა, რომ მიიღოს ბენეფიტები ფსიქოთერაპიისგან შემეცნებითი კუთხით და არა აუცილებლად თერაპიულით. საინტერესო საღამოს გისურვებთ.